ითემა არა ძალიან მარტივად და უცებ ვიზავ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ სწორად არ მივდექი, დიდი ძალის ხმევა გეხარჯება, დრო გეხარჯება და ნერვები გეშლება. ხო ეს მეტა. მოკლედ, ამას ქვია ხერხი. ახლა როდესაც მეტალით ხერხავ, იქ უნდა გაითვალისწინო თვითონ მასალების მოცემულობა რა. ზოგიერთი მასალა რბილია, ზოგიერთი მყიფეა, ზოგიერთი წელვადია და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ვერცხლი. ვერცხლი თან 925 სინჯის. ზოგადად ვერცხლი რაც უფრო მაღალი სინჯის არის, უფრო როგორი მოცემულობა, ეს წელვადიც არის. კარგად იოლად ესეთი დამუშავების მოცემულობა ვერ აქვს. რას გულისხმობთ, იცი? ანაბეჭდებს იოლად იღებს. ძალიან კარგად ხდება ანაბეჭდების აღება, მაგრამ აი გახერხვის დროს, ქლიბის დროს, ზუმთარით დამუშავების დროს ვერცხლი ვერ არის თლად ისეთი მეტალი, რომ სასიამოვნოდ მუშაობს მასზე, ნუ ოქროს არ შეიძლება, ოქრო ტოპ არის. იმიტომაც ღირს სავარაუდოდ ცივი ოქრო, რომ ყოველთვის ყველაზე კარგი მეტალი იყოს სამუშაოდ. აი იდეალური მეტალია სამუშაოდ, ეგეთ პრობლემები რაღაცეებში არ აქვს. ნუ თან მით უმეტეს ისეთი მეტალია, რომელიც გაიძულებს რას გაიძულებს, იცი? მოიყვრა როგორც განსაკუთრებულ ობიექტს, ან განსაკუთრებულ მასალას. პირდაპირ მნიშვნელობით ამას აკეთებს ოქრო, როდესაც შეხებით მიხვდებით რა.